მოგესალმებით მეგობრებო, მძიმე დარტყმის YouTube არხზე, სანამ უშუალოდ ვიდეოზე და განხილვაზე გადავალთ, მინდა თხოვნით მოგმართოთ, რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი, დავემატოთ Facebook ჯგუფში, ასევე გამოიწერეთ ჩვენი TikTok არხი, სადაც შედარებით მოკლე ვიდეოებს ვდებთ და არ დაგავიწყდეთ ყოველ პარასკევს 10 საათზე ლაივში ვისაუბრებთ სხვადასხვა ივენთებზე და სხვა სპორტულ მოვლენებზე. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, მე მინდა თქვენთან ერთად განვიხილო ფეხბურთის გარშემო მომხდარი ამბები, შიდა ჩემპიონატები და ის ევროტურნირები, რომელიც ჰქონდა და რომელიც წინ კიდევ გველის და ზოგადად რა სიტუაციაა, რამდენად გარკვეულია ჩემპიონის ბედი, ანუ გასავარდ ზონაში რა ხდება. თქვენთან ერთად შევხედავ ამ ყველაფერს. დავიწყოთ პრემიერ ლიგით. პრემიერ ლიგაში ზოგადად პრემიერ ლიგა რა თქმა უნდა არის საუკეთესო ჩემპიონატი დღესდღეობით და თუ რაიმე განსაკუთრებული თამაში არ არის ხოლმე, მაგალითად სხვაგან მირჩევნია მაინც თუნდაც საშუალო დონის შეხვედრას უყურო აქ, მაგრამ წელს ვერ არის ისეთი დაძაბული როგორცაც ველოდი და იმიტომ რომ ჩემპიონის ბედი გარკვეულია, ლივერპული გახდება აუცილებლად ჩემპიონი ამ ყველაფერზე. მე მგონი არსენალსაც ხელი აქვს უკვე მოწერილი. გუშინაც ფრეი თამაშა ბრენტფორდთან და დაასვენა ხალხი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ემზადება. გასავარდ ზონაშიც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იქაც იპსვიჩი, ლესტერი და საუთჰემპტონი უკვე გავარდნილები არიან. მე-17 და მე-18 გუნდებს შორის სხვაობა არის 12 ქულა, რაც სხვა ჩემპიონატებში, მაგალითად ლა ლიგაში ასე არ არის, იქ 2-3 ქულა არის სხვაობა და ამ ხრივ ინტრიგა მაინც დარჩენილია. ერთადერთი ცოტა სიმჭიდროვე, სადაც არის და რაღაც ბრძოლა მიდის, არის ჩემპიონთა ლიგის ზონა. 5 გუნდი გავა ინგლისიდან წელს ჩემპიონთა ლიგაზე და ნოტინგემი, სიტი, ასტონ ვილა, ჩელსი, ნიუკასლი. აი ეს 5 გუნდი ბრძოლობს მაქს 3 პოზიციისთვის. მე როცა ახლა ამ ვიდეოს წერ ამ მომენტში ჩელსი უმოტივაციო გავარდნილ იპსვიჩთან აგებს 2-0-ს და რატო ემართება ასეთი რაღაცა გუნდს, რომელსაც რა ვიცი, ევროტურნირზე საფიქრალი არ აქვს, იქ ლეგიას მარტივად მოუგო და აქაც ახლა მნიშვნელოვანი თამაში ქონა აუთსაიდერთან მოსაგები, გადადიოდა მე-4 ადგილზე. ასწრებდა სიტის, მაგრამ არ გონია რომ აქედან ახლა ტაიმში რა ვიცი, რამდენად მოახერხებს დაკაჩვას და წინ გასვლას. ასტონ ვილამ მოუმატა ბოლო ტურებში, მანამდე სადღაც მე-19 ადგილზე იყო და ასტონ ვილას აქვს მაგის რესურსი იდეაში იმის და გამომდინარე თუ რა ფეხბურთსაც თამაშობს რა, რომ ხუთეულში კიდევ შევიდეს. თან ჩემპიონთა ლიგა ისე ჩაამთავრა, რომ იქ ტოპ 8 გუნდში მოხვდა და პლეინი და რაღაც გადათამაშებები არ მოუწია. ნოტინგემი სტაბილურად თამაშობდა, მაგრამ ბოლო 2 ტურში წააგო და მაინც კითხვის ნიშნების ქვეშ დადგა, თუ რამდენად შევა ხუთეულში, ასე რომ ნიუკასლი, ჩელსი, ასტონ ვილა, სიტი, ნოტინგემი. აი ეს 5 გუნდში თუ იქნება რამე დაძაბულობა ამ ხრივ. სიტისაც გუშინ თული თამაში ჰქონდა, ისიც 2-0-ს აგებდა კრისტალ პალასთან, მაგრამ პირველივე ტაიმში მოახერხა 2-2 გახადა და მერე საერთოდ 5-2 მოუგო, ასე რომ სიტი მგონია რომ სავარაუდოდ შევადა ასტონ ვილას, თუ ახლა PSG-სთან გავარდა და მაგის შანსი დიდია, გადმოერთვება აქ ერთთლიანად და რაღაცა მგონია რომ ასტონ ვილაც მეტად იმაზე სტაბილურად შეძლებს მოგებას დაჟე ვიდრე ჩელსი. პრემიერ ლიგაში სხვა ისეთი ზოგადად რომ შევაფასოთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ლივერპული გახდება ჩემპიონი. გადავიდეთ საფრანგეთზე, შევხედოთ იზეიმა უკვე პარიზმა ჩემპიონობა. ნახოთ ჩვენ რაც გვაინტერესებს იდეაში. მონაკო მარსელი არის მეორე მე-3-ზე. მე-4 გუნდის გავა კვალიფიკაციით ჩემპიონთა ლიგაზე. აქედან ასე რომ ლიონს ჯერ კიდევ აქვს შანსი. თან დღეს ოსერთან აქვს თამაში გასვლაზე. თუ მოიგებს გადავა უკვე თვითონ მე-4-ზე რა, ლის გააცებს, ასე რომ თან ლიონი ბოლო პერიოდი, ბოლო რამდენიმე კვირა არის ათამაშდა. რაღაც მოახერხა შეხვედრების მოგება, აგერ ბოლო 5 შეხვედრაში 4 აქვს მოგებული, 1 წააგო, ისიც სტრასბურგთან 4-2, ასე რომ
ლიონი თუ გააგრძელებს კარგად თამაშს შეუძლია და შემადგენლობაც ისეთი ყავს რომ მე მგონი 4-ულისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა იბრძოლოს. სხვა გასავარდ ზონაში აქ მეტად დაძაბულობა არის ვიდრე პრემიერ ლიგა შედარებაც არ არის, იმიტომ რომ ლიავნი და ანჟერს ორივეს 27-27 ქულა უბრალოდ ლიავნმა ბოლო ტურებში დაიწყო მოგება და ეს ანჟერი რა ვიცი მოგება აღარ უნდა ხავს თვალით დიდი ხანია უკვე. რეიმსი ცოტა უფრო მაღლაა და სეტენტიენი სადაც ზურიკო თამაშობს რავი ამ მომენტში აგებს 3 თორს და 17 ადგილზეა ჩამორჩება 4 ქულით. ნუ ამოსახსნელ ზონას, ასე რომ სეტენტიენსაც წესით უნდა გაუჭირდეს არა და ამ გუნდის დარჩენა მაგრად გაასწორა და სასიამოვნო არის, როცა ეგეთი ისტორიის გუნდი არ ვარდება ჩემპიონატიდან. გადავიდეთ ახლა ბუნდესლიგაზე, სადაც გუშინ იყო დორტმუნდი ბაიერნი, რომელიც დამთავრდა ფრედ 2-2 და პირველ მეორე ადგილს შორის ჩამორჩენა არის 6 ქულა. არ ვიცი აქ რამდენად უეჭველი შეიძლება მაგის თქმა, რომ ბაიერნი ჩემპიონია უკვე და რამდენად იქნება თუ არა დაძაბულობა, თუმცა მაინც ფავორიტია, იმიტომ რომ დარჩა რამდენი ხო 1 2 3 4 5 ტური და 5 ტურში ახლა 2 თამაში წააგოს, 1 ფრედი თამაშოს, ცოტა ნაკლები წარმოსადგენია რა. ლევერკუზენს შეეძლო ცოტა შორის ცოტა დაძაბვა რაღაც 1-2 პერიოდი მიაყოლა ზედიზედ რაღაც სისულელები ვერდერ ბრემენთან უარ წაეგო სახში მაგალითად, რაც არანაირად არ ძდებოდა არანაირ ლოგიკაში. ახლა არ იქნებოდა ამ ხელასხმაობა, იქნებოდა 3 ქულა მხოლოდ და მე უკვე შედარებით ხანაირად ვილაპარაკებდით, ასე რომ აქაც წესით რა ვიცი არ გონია რომ ბაიერნმა დიდად ფეხი წამოკრას და ჰაიდენჰაიმიც როქიდან ამოძვრება და დარჩება ბუნდესლიგაში, ეგეც ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ 7 ქულა არის სენტ პაულთან განსხვავება და რა ვიცი. ბოლოს 3 შეხვედრაში კი მოიგო 2 და ბოლოს ლევერკუზენთან წააგო, მაგრამ მაინც რთული იქნება 7 ქულის დაკაჩვა ასე გასავარდ ზონაში მყოფი გუნდისთვის. იტალიის ჩემპიონატში სადღაც შუა წრემდე ცოტა კიდევ უფრო იყო დაძაბულობა. პრინციპში სანამ კვარაცხელი აკრავდა ნაპოლიში, ნაპოლი პირველ ადგილზე იყო და აგერ ბატონო რო ეგონათ რომ ჩავნაცვლებელი ყავდათ და მათ გარეშეც შეძლებდნენ ჩემპიონობას, ვერ მოხდა. ეგრე კი არ აგებს, მაგრამ ვერც იგებს რა და ეგ ფრეები საკმარისია ასეთი სტაბილური ინტერისთვის, რომ წინ გაიქცეს 6 ქულა არის ახლა სხვაობა. პრინციპში ნაპოლის ერთი თამაში გამოტოვებული აქვს. გამოტოვებული რა ერთ თამაში სათამაშო აქვს დღეს და რამდენი ტურია დარჩენილი? 8 ტურია თუ 7 ტურია დარჩენილი. შეუძლია ნაპოლის ბრძოლა იმის გათვალისწინებით, რომ ინტერსთან ჩემპიონთა ლიგაზე საფიქრალი აქვს რა. თუ სადმე წამოკრავს ფეხს, შეიძლება აი ნუ ბუნდესლიგისგან განსხვავებით აქ შეიძლება კიდევ უფრო იყოს დაძაბულობა ვიდრე იქ რა. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა პირველ მეორე ადგილს შორის ერთნაირია, 2-გან 6 ქულა არის. თუ ამ ორ შორის უნდა გავაკეთო არჩევანი, სად უფრო იქნება დაძაბულობა, ჩემი აზრით მაინც იტალიაში, თუმცა არც აქ გქონია, რომ ინტერის ჩემპიონობას დიდად საფრთხე შეექმნას რა. გასავარდ ზონაში რა ხდება, მოდი შევხედოთ. ვინები არიან? ხო, აქაც დაძაბულობა არის, იმ კუთხით აქ ყველაზე მეტი დაძაბულობა არის იმ წინა ჩემპიონატთან შედარებით, იმიტომ რომ ვენეციას 24 ქულა აქვს, მე-19-ზე ემპოლის 24, ლეჩეს 26 და პარმას 28, რომ ნუ აქ სავარაუდოდ ბოლო ტურამდე არ გადაწყდება რომელი 3 გუნდი გავარდება დანამდვილებით რა. თან ეს ემპოლი ძალიან ცუდ ფორმაშია. ვენეციამ ბოლო მაინც მოიგო ებასთან, მონცასთან და მონცა თავისთავად გავარნილია, იმიტომ რომ 15 ქულით არის ბოლო პოზიციაზე. ესპანეთს რაც შეეხება, აი წელს ყველაზე დაძაბული სიტუაცია არის ესპანეთში ყველანაირად, იმიტომ რომ იდეაში 3 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. ბოლოს ცოტა ატლეტიკო ჩამორჩა, იმიტომ რომ 2 შეხვედრა წააგო, ნუ არა, 1 წააგო და 1 ფრეი თამაში ესპანია, ნუ კი ბატონო ბარსელონასთან არა ხეტაფესთან არ უნდა წაიღო რა, ბარსელონას თასზე იყო ხეტაფესთან არა თასზე არ იყო, შიდა ჩემპიონატში იყო 4-2, ხო 4-2 რო წააგო. აი ბარსელონასთან შეიძლება წააგო, თუმცა ეგეც რამდენად იყო წასაგები მაშინ როცა
ეგეთი მნიშვნელოვანი ომი გაქვს ქულების ხრივ ორი დროს რო იგებ იგრე მარტივად რატომ დაგიკაჩონ არ ვიცი მაგრამ მაინც ბარსელონა არის და შეიძლება მოსულა უბრალოდ ესპანიოლთან ფრედა ხეტაფესთან ის წაგება რა ვიცი 10 ხულით ჩამოარჩინა ბარსელონას მეორე ადგილზეა რეალი 63 ხულით რომელიც თუ მოიგებს დღეს ალავესთან იქნება ჩამორჩენა 4 ხულა და აქასთან კლასიკო სათამაშოა ასე რომ ჯერ თანამდებობით ვერაფერს ვერ იტყვი რა ბარსელონას თული შეხვედრა მოიგო ლეგანესთან ნახოთ ყველაზე დაძაბული და ესეთი ჩემპიონატი წელს არის ლა ლიგაში პლუს გასავარდ ზონაშიც სიმჭიდროვეა არავინ არ ეცახა ლას პალმასი გავარდება თუ ალავესი და იქვე ლეგანესაც 28 ხულა აქვს ლას პალმას 29 ალავეს 30 ასე რომ ძალიან რთულია რაღაც დასკვნების გამოტანა ასე რომ წელს თუ მაინდა-მაინც უნდა თქვა აი ამ დაძაბულობის ხრივ ლა ლიგა ყველაზე საინტერესოა რა პრემიერ ლიგა ისე ყველაზე სანახაობრივია ასე შემდეგ ყველაფერი გასაგებია ის გაყიდვებით და რაღაცეებით თუმცა ასე საფეხბურთო კუთხით თუ შეხედავ მაინდა-მაინც წელს ისეთი დაძაბულობა არ არის და მარტო ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩა რაღაცეები გასარკვევი ეს ტოპ 5 ჩემპიონატი ახლა რაც შეეხება მოდი ვილაპარაკოთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორიც არის ჩემპიონთა ლიგა და ევროტურნირები წინა შეხვედრებზე ჩვენ ლაივში რაღაცეები ვილაპარაკეთ და მოდი ცოტა კიდევ ვიტყვი ამ სამშაბათს გვაქვს ჯერ ასტონ ვილა PSG და დორტმუნდი ბარსელონა მე მგონი დორტმუნდი ბარსელონაზე არაფერი სალაპარაკო არ არის პირწმინდა 4-0 მოუგო თუმცა რაღაც მომენტები ბარსელონამ გაუშვა უკან დაცვაში არ იყო ეგრე რომ საერთოდ მომენტი არ ქონიაო დორტმუნდს ქონდა იქ გილასის და ვიღაცების შანსი რომ თუნდაც მინიმუმ ერთი ბურთი გაეტანა არა დორტმუნდი ზოგადად წელს ეგეთი გუნდია რა ძალიან არასტაბილურია ნებისმიერთან შეიძლება წავიდეს მაინც 3-0 მოუგოს მე დაბრუნდეს და ჰოფენჰაიმთან 2-0 წააგოს ასე რომ არასტაბილური გუნდია რა ლაიფციგთან იგივე რო უყურე შეხვედრას იმდენი ბურთი გაახუჭესო და ხა ეგ ბარსელონასთან არ გამკვირებია მაგრამ მაინც მაგწყურში ყველაფერი გადაწყვეტილია 3-1 რო წაეღო სახში თავის სტადიონზე კიდე შეიძლება რაღაცა გეფიქრა რა ნებისმიერ რაღაც შეიძლება მოხდეს მაგრამ ახლა არაფერი ისეთი არ იქნება რა მარტივად ბარსელონა გასულია შემდეგ ეტაპს ასტონ ვილა PSG-საც დაახლოებით იგივე რაღაცი თქვა მინდა აი 2-1 რო გეთქვა უნაი ემერისთვის შეიძლება ხელი მოეწერა იმიტომ რომ ინგლისში წამოსვლა ახლა 2-1 რაღაცა კატასტროფა და გასაკუთრებული საშინელება არ იყო თან მithumetes კარგად თამაშობდა ასტონ ვილა ზოგადად ძალიან კაი გუნდია იგებდა პირველი მაგან გახსნეს ანგარიში მაგრამ აი თუნდაც დეზირე დუეს რო არ გაეტანა ის რაღაცა საოცრება გოლი მართლა ძალიან ჯერ ხო საოცარი სილამაზის გოლია და მე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ დააბრუნა რა არაფრისგან PSG თამაში თორე მეორე ტაიმში კაცმა არის ის რა მოხდებოდა უკვე რა შეიძლება ბოლომდე რაღაც ასტონ ვილას თავისთვის ბევრად სასიკეთო ანგარიში წამოეყო ნუ 3-1 იყო ერთხმაში არ იქნებოდა სადღაც 1-1 შეიძლება გაეწურა რა ეგეც 2-1-იც მოქონდა პრინციპში ბოლო წამზე გაუშვეს გოლი და ძალიან შეცვალა იდეაში მაგ გოლმა ამ თამაშის ბედი იმიტომ რომ პარიზი ისე თამაშობს და ისე კაი ფორმაშია ძალიან გაჭირდება ასტონ ვილასთვის მიუხედავად იმისა რომ ინგლისშია თამაში და წელს ძალიან კარგად თამაშობენ მაინც არ მგონია რომ შეძლოს გასვლა რა შემდეგ არის ინტერი ბაიერნი რომელშიც პირველ თამაშიც ბაიერს მაინდა-მაინც ასე გადაჭრით წასაგები არ ქონდა იმიტომ რომ კენს რო გაეტანა მაგალითად ის ბურთი და ეს რომ გაეტანას თქმა არ მიყვარს მაგრამ ძალიან ისეთი ელემენტარული მომენტი იყო რა მაგისტრის და ზოგადად ისედაც არაფერი თული გასტანი მანდ არ იყო და ბოლო წამზე გაუშვეს წინ წასულებმა ბურთი ვიცით რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ არის ჩემპიონთა ლიგაზე ასე რომ ბაიერნს ისეთი შემადგენლობა ყავს მიუხედავად იმისა რომ კომპანია მწვრთნელი და გასაგებია რომ ბევრს არ მოწონს და შეიძლება მეც დიდად არ გიждდებოდეთ მაგრამ დიდად მაწუხებს თუ ახლა ეგ რო გითხრათ მოგატყუებთ თუმცა მაინც გადაწყვეტილი არაფერია შეიძლება რომ ერთი ბურთი აქვს იდეაში მოსაგები რა და დამატებით დროს მიიღებს ასე რომ არაფერია გადაწყვეტილი არ არის ნახოთ
საინტერესო საყურებელი თამაში იქნება ძალიან პროსტა ერთადერთი ცუდი რაც არის და რაც არ მომწონს არის ის რომ ორივე თამაში გადის 11 საათზე. არა და იდეაში შესაძლებელი არის ისე გაკეთება რომ აი როგორც მანამდე ჯგუფურ ეტაპზე არის ერთი თამაში 9-ზე მეორე 11-ზე რა და ორივეს შევძლებდით ყურებას და ანუ აქ მე პირადად რეალი არსენალის ყურებას ვაპირებ რომელიც საინტერესო ყველა პუნქტში არის და კი არის რაღაც სამვინოების ხოვება, მაგრამ რეალ მადრიდის გულშემატკივრებს და რეალ მადრიდის ფეხბურთელების განცხადებებს თუ შევხედავთ ძალიან ასე ვთქვათ დიდ გულზე არიან რა ფიქრობენ და იმედი აქვთ რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებენ. არ ვიცი პირველ თამაშზე რო ვისაუბროთ რა თქმა უნდა იყო ინდივიდუალური ოსტატოვის ხარჯზე მოგებული ხა არ ამას რაღაც საოცარი ის თქმა არ ჭირდება სამივე გოლი იყო შედევრი ერთი ყველა ერთმანეთზე უკეთესი დაჟე იმდენად კაი ჯარიმები შეაგდო რომ მერინოს ის სასწაულ გოლზე არავინ საუბრობდა მაგრამ თამაშის მიმდინარეობაც ისეთი იყო რომ არსენალი შედარებით მაინც ცოტა უფრო იკვინებოდა რა ჩემთვის პირადად ამ თამაშის ასე ვთქვათ ბედი არ გადაუწყვეტია რა თქმა უნდა თუმცა ასე უშუალოდ თამაშს თუ შევხედავთ საკა ქმნიდა ძალიან დიდ განსხვავებას იმიტომ რომ არსენალი ძირითადად უდევდა მარჯვენა ფლანგიდან ასე ვთქვათ 5-დან 4 ბურთი მიდიოდა საკასთან რომელიც მაგრად ამწოვებდა ნუ იქ ალაბა ედგა ალაბა მეორეობდა ალაბა მარცხენა მცველად უწევდა თამაში იმიტომ რომ არ იყო ბენდი და გარსია არ დააყენა ძირითადში სასიამოვნო ნიუსი არსენალისთვის ის არის რომ საკა ითამაშებს იმიტომ რომ გუშინ შემოვიდა ბრენტფორდთან რაც ნიშნავს რომ ხშირად თამაში რაც დაზიანებას მიიღო არ აღმოჩნდა რაღაც სერიოზული და თამაში არ გამოტოვებს რაც ძალიან კაი არა მარტო შემდეგი შეხვედრისთვის არამედ მთლიანად იმიტომ რომ არსენალს როგორც თქვით უკვე წაგებული აქვს პრემიერ ლიგა და გადმორთულია მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე. არ ვიცი მე პირადად ძალიან ეჭვი მეპარება და რთულად წარმოვიდგენია ის რომ არსენალს რეალმა სამბურთიანი სხვაობით მოუგოს. ერთ-ერთი რაზეც ვფიქრობ ახლა არის ის თუ რა ტაქტიკით გამოვა არსენალი. რა ტაქტიკით გამოვაში იგულისხმება ის რომ აი რამდენად მიმართავს იმ ხერხს რაც დაუშვათ მაგალითად გააკეთა სიტისთან როცა მთელი თამაში უკან მოძრაობდნენ და ჩააყენა თქვა ავტობუსი თუ რაც გინათ ის დაარქვით დაცვაში ეს გუნდი ანუ ვიღაცა შეიძლება მოწონს ვიღაცა შეიძლება არ მოწონს როცა ჭირდება დაცვაში თამაშობს შესანიშნავად არსენალისთვის 2 და 3 ბურთის გატანა არის ძალიან რთული ძალიან შემტევ გუნდებსაც კი უჭირთ მაგის გაკეთება ასე რომ ლეუს მაგას დამატებული რაჯერ ამცველები ყავს ხო ნუ კი გაბრიელი დააკლა მაგრამ წინადიდან არ შეტყობია რა არტეი რაისი და რა ვიცი ისეთი ნახევარი შეიძლება ჟორჟინიო დაამატოს კიდე მაგას არ არის გამორიცხული და მთლიანად ჩააყენოს ის კედელი რომელიც არ მიცემს რეალ მადრიდს იმ სწრაფი გოლის გატანის საშუალებას რომელიც ჭირდება ხშირად მესმის ხოლმე ეგ ფრაზა რომ პირველ 15 წუთში რომ რეალმა გოლი შეაგდოს ხო წარმოგედგენია მე რა მოხდება კი სანტიაგო ბერნაბეუს გარემო სხვა არის არსენალი ეგრე კომფორტულად ვეღარ იქნება როგორც სახლში თამაშობდა თუმცა ეგ ყველაფერი არსენალმაც იცის და მენტალურად მაგ ყველაფერთვის რომ მზად არის მეგონი წინა შეხვედრაში გამოჩნდა რა ასე რომ ნახოთ რა მოხდება საინტერესო თამაშია თუმცა მე ეჭვი მეპარება და რაც მინახავს ყოველ შემთხვევაში რეალს ასე წაგებული შეხვედრიდან ხშირად დაკამბეკებული არ ვიცი და მაგასო თავი დავანებოთ არსენალისაც რასაც ვუყურებ დაცვაში ეს გუნდი ძალიან ორგანიზებულად და მაგრად თამაშობს შესაბამისად თან შეტევაზე წამოსულ რეალს რომელსაც ასეთი საშინელი დაცვა ყავს წელს კარვახალი დააკლდა ვალვერდე შეიძლება შეძლებს და გვარად კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას რაც აქვს თუმცა კარგი მარჯვენა მცველობისგან ჩემთვის მაგალითად ძალიან შორს არის რა ვალვერდე რუდიგერი ასენსიო ალაბა აღარ გონია რომ ალაბა დააყენოთ და ჯობია ფრან გარსია თამაშოს მაინც ეგოთხეული არ არის ის დაცვის ხაზი რომელიც წინ წასულ რეალს ასე ვთქვათ კარგად დააზღვევს და იტყვი რომ აი კონტრიერში ვერ გაეპარება არ არსებობს აი ძალიან რთულია რა რეალს მართლა რაც ჭირდება არის
ძალიან სწრაფი გოლი რომ აი მუხტი და თავდაჯერება შეიძინოს თორე აი ნებისმიერი წუთის გასვლის შემდეგ საწყის ეტაპზე აი აუშვა 15 წუთში თუ გოლი არ გაუტანა მე ბევრად დაალაგებს არსენალის თამაში და ბურთსაც შედარებით უფრო დაიჭეს ასე მუდმივად რეალი რომ შეტევაში იყოს და ბურთი ეჭიროს ამ გონია რომ ეგეთი სცენარი შეიქმნას არც ყოფილა რა წელს რეალის თამაში არ თამაშობს ეგ სტილს კარლო ანჩელოტი და ნუ რაც არ მინახავს იმის არ მჯერა თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს არაფერი გამორიცხული არ არის ასე რომ ნახოთ დაველოდოთ 3-0-ის მიუხედავად საინტერესო თამაში იქნება ესეც ყველანაირად ნუ ეს არსენალი რეალი და ბაიერნი ინტერი ამ ორ თამაშში შედარებით ყველაზე მეტი ინტრიგა არის რეალის და გამომდინარე თორე 3-0 რეალსაც დაგებული 3-1 ასტონ ვილას ევროპა ლიგას რაც შეეხება უკვე ატლეტიკ ბილბაო რეინჯერსს რაღაც მონაკვეთებს წინაზე უყურე და ვერ შეძლო 10 კაციანი გუნდის დამარცხება ბილბაო მაგრამ დადებითი მაგათთვის ის არის რომ სახში აქვს თამაში რა და მაინც სახში წესით შედარებით კომფორტულად უნდა იყოს ლიონი მანჩესტერი 2-2 და ეს ყველა კონჩი საინტერესო და აქ ნებისმიერ რაღაცა შეიძლება მოხდეს მიუხედავად იმისა რომ ოლდ ტრაფორდზე თამაშობს უნაიტედი ოლდ ტრაფორდი თუ არ შეარცხვენეს სხვას ვერაფერს და მაგათ ჩატარებულ შეხვედრებს ბოლოს სახლის სტადიონზე ასე რომ ვერ დაუწედი რაღაც განსაკუთრებულ პლეიურს და უპირატესობას კი უპირატესობა შეიძლება არის თუმცა ისეთი არა რომ ისეთი კარგი გუნდი არ არის მანჩესტერ უნაიტედი რომ თქვა გადაჭრის ლიონს მოუგებსო იმედია მიქაუტაძე შემდეგ თამაშიც ძირითადში იქნება და აგარ ფორმაშია წინაზე კი ვერ შეალდო მაგრამ არ აუშვეს ბოდომ მოუგო 2-0 ლაციოს ლაციო პირველ ადგილზე გავიდა ამ შესარჩევში რაც იყო თავიდან ევროპა ლიგის მაგრამ მოუკლო რა ბოლო რამდენიმე კვირა არის საერთოდ ვერ თამაშობს და ეს ბოდო გლიმერი კიდე ბოლო რამდენიმე წელიწადია სტაბილურად კონფერენც ლიგაზეც და შესარჩევებზეც რავი სულ კარგად თამაშობს ბევრი ბურთი გააქვს წინაზეც ოლიმპიაკოს კარგად მოუგო ასე რომ არ ვიცი გაუჭირდება ლაციოს სახში გასვლა რა შეიძლება 2 ბურთით მოუგოს და დამატებითი იყოს 3 ბურთიანი უპირატესობით არ ვიცი რთული წარმოსადგენია ტოტენჰემი აინტრახტზე ნუ გერმანიაში წესით აინტრახტთან კაი გულშემატკივრები ყავს ჩემი აზრით ცოტა ფავორიტი არის ტოტენჰემთან რა სახში და აქაც უფრო გერმანულ კლუბს მივანიჭებდი უპირატესობას კონფერენც ლიგას საინტერესოა 2 ასეთი ფავორიტი რამდენად ნუ ბეტისი და ჩელსი არის მაინც ასე გამოკვეთილი ფიორენტინაც იქვია თუმცა 2-1 მოიგო არც ისე ძლიერ გუნდთან იქეთ რაპიდი გავათვლი უგარდენი ახლა მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით აი ბეტისი გამიხარდებოდა ისე რომ მოიგო ჩელსიზე მეტად რა მაინც ესპანური კლუბი თუ მოიგებს თან ლამას ფეხბურთს თამაშობს ისკოც მონწონს წვრთნელიც ძალიან მიყვარს ასე რომ პრინციპში ბეტისის მოგება ყველაზე მეტად გამიხარდებოდა რა ეს არის სულ რაზეც შეიძლება ფეხბურთზე ველაპარაკა დღეს მოვალ ასე მოკლედ თუ უფრო ცელი და გახილვა ვისაც გაინტერესებს შეგიძლია წინა ლაივს უყუროთ ასევე პარასკევს ვიქნებით ლაივი სადაც საინტერესო ივენთი იყო მე მგონი წელს ყველაზე სანახაობრივი ივენთი UFC 314 მაგაზე ვისაუბრებთ აუცილებლად როგორც კი გაირკვევა ის თუ რომელი 8 გუნდი გადის პლეიოფში მე ვიდეოს ჩავწერ და ბრაკეტებს გავაკეთებ აი ჩემ აზრს თუ რომელი გუნდები გავლენ და ვინ გახდება ჩემპიონი დღეს არის ძალიან საინტერესო თამაში Golden State Clippers-ის 12-ის ნახევარზე იდეაში წდება რომელი გუნდი გავა პლეიოფში რომელი პლეი-ინში Golden State თუ წააგებს ავტომატურად პლეი-ინში გადავარდება რაც მე ძალიან არ მაწყობს ისევე როგორც არ მაწყობდა სტეფის ის მცირე დაზიანება რაც მიიღო წინა თამაშში პორტლენდთან ასე რომ გვირდებით როგორც კი პლეი-ინი მორჩება და 8 გუნდი გახდება ცნობილი აღმოსავლეთსა და დასავლეთშიც მაგაზე ვიდეოს ჩავწერე დღეისათვის კი სულ ეს იყო კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი შემოხვიდეთ ჩვენ Facebook ჯგუფში და ლაიქოთ ვიდეო Facebook ჯგუფშიც შედარებით ხშირი განხილვა მიმდინარეობს მე მგონი არ იყო ცუდი ვიდეო და შევხვდებით პარასკევს